ბრალდების მხარემ თავისი დასკვნითი სიტყვით უშუალოდ დანაშაული როგორ განხორციელდა. მაგალითად ეს სამი პირი ორგანიზატორს, ვისაც ედავება, ერთ კაცს ხომ მაინც უნდა ხელმძღვანელობდეს, ხომ უნდა დაადასტუროს, რომ იცი რა, აი მე ვერ დავადასტურე, თქვა 19 კაცზე რომ ხელმძღვანელი იყო, თქვა ზვიადი ან ნებისმიერ სხვა პიროვნება, მაგრამ ერთი კაცის ხელმძღვანელი მაინც იყო, ხო? აღნიშნული ვერ დაადასტურა. ასევე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებთან მიმართებით, ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის საფუძველზე ნიკოლოზ ჯავახიშვილი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და ისროდა ფერებს. ჩვენ ამას არც უარყოფთ, მაგ ვიდეოში ჩანს და ვიდეოშივე ჩანს, რომ ისრის ჰაერში. ჰაერში ფერვერკის გასროლა არ არის დასჯადი ქმედება, ყოველივე ამას დეტალურად შევაფასებთ უკვე ჩვენივე დასკვნით სიტყვაში. ბრალმდებლებმა მიმოიხილეს ლამის 154 მოწმის დაზრალებულის ჩვენება და თვითონ წაიკითხეს მათ მიერ მიღებული დაზიანებები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ვერ მოახდინეს მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის გაბმა წაყენებულ ბრალსა და იმ ფაქტორულ გარემოებებს შორის, რომლებზეც ისინი საუბრობდნენ. ასევე ჩემ და სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვისმინეთ არათუ დასაბუთება, არამედ საერთოდ ბრალდების მხარის პოზიცია ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მუხლის კვალიფიკაცია და ქმედების შემადგენლობა, რატომ იძლევა ამ მუხლის შემადგენლობას, მათ შორის განსაკუთრებით ეხებოდა ორგანიზების ნაწილს, როცა ორგანიზებულ ჯგუფზე საუბრობდა პროკურორი, ჩვენ ვერ მოვიცმეთ ვერც დოქტრინალური და ვერც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, ვერც სამართლებრივი, ვერც ფაქტობრივი, თუ რაზე იყო საუბარი და რატომ ფიქრობს პროკურატურა, რომ ეს ქმედება არის ორგანიზებული და რომ სინდისის პარტნიორები იყვნენ ორგანიზებული საერთოდ ვინმეს მიერ. ორგანიზებულობის საკმარისია, რომ ერთგვარულ ადგილზე ერთგვარულ დროს ერთსა და იგივე ქმედებას ახორციელებდნენ. არა, რასაკვირველია იმისთვის, რომ ჯგუფური იყოს. ხო, რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ დანაშაულის სავარაუდო დანაშაული, რასაც პროკურატურა ედავება სინდისის პატიმრებს, არ არის შადენილი არც ერთ და იგივე დროს და არც ერთ და იგივე ადგილზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მათ შორის დღეებშიც არის განსხვავება და ადგილებშიც არის განსხვავება, მათ შორის მათ მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებებით, ვიდეომასალით, რომელიც თალსახად მონტაჟია, თუმცა ამ ვიდეო კადრებშიც კი, რომელიც დაჩეხილი და გადაბმული არის, პროკურატურა დაობს სხვადასხვა ადგილზე განხორციელებული ქმედებების გამო და სხვადასხვა დროს განხორციელებული ქმედებების გამო. უფრო მეცაც გეტყვით, მაგალითად, ზვიად ცეცხლაძეს ედავებიან, რომ მან დააორგანიზა რაღაცა ძალადობრივი მოქმედებები ვიდეო მიმართვით, საჯარო ვიდეო მიმართვით, რომელიც განხორციელდა 30 რიცხვში, ხოლო ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებს მაგალითად და ასევე ბევრს პოლიტიკური პატიმრებიდან ედავებიან 28, 29, 30 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულს, ხო? ანუ 28-29 ნოემბერს რანერად იქნებოდა დაორგანიზებული, თუკი პროკურატურა ამბობს, რომ 30-ში აითვირთა ვიდეო, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მათთვის, რომელსაც ხმა არ აქვს, ასევე როგორც სასამართლო გამოკვლევის დროს დადასტურდა. არც ერთი ბმა, არც ერთ მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი, რომელიმე ბრალდებულთან ამ შემთხვევაში მათ არ უხსენებიათ.